სამყარო მშვიდობისა მეგობრებო, თქვენ მოგვდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს ძალიან საინტერესო საჯარო გაშლა მინდა რომ შემოგთავაზოთ, რომელიც სხვადასხვა ჩემი იდეა არ არის, ჩემი ერთ-ერთი კოლეგის იდეა იყო, რომელიც რაღაც დაგიმალოთ ძალიან მომეწონა. იმედი მაქვს სრულ ტონში არ ჩამithვლის ეს ადამიანი ამ თემაზე მეც რომ ვაკეთებ გაშლას, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ჩემს რეალობაში ფაქტობრივად ყოველდღიურობად ვაქციე აი ეს შეკითხვა, რომელიც მან გააჟღერა, იმიტომ რომ ინფორმაციულად ძალიან საინტერესო იყო, გადავწყვიტე გამეკეთებინა ასეთი გაშლა. მესიჯი ჯადოქართა სამყაროდან. მინდა რომ უშუალოდ ამ მიმართულებით ავიღო ეს გაშლა, ვინაიდან და რადგანაც უმეტესად ჩემი დაკვირვებით მე მაინც პრაქტიკოსები მიყურებენ და მინდა რომ იყოს ეს გაშლა საინტერესო, თქვენზე მორგებული და შესაბამისად ინფორმაციულად სავსე და დამხმარე თქვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში და თუნდაც არ იყოს თქვენ პრაქტიკოსი, ეს გაშლა აბსოლუტურად მაინც ავთენტური იქნება თქვენთვის, მინიმუმ თუ კი ჩართული ხართ ასეთი ტიპის საქმეებში ამის გამო მაინც. არ დაგავიწყდეთ ჩემი ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა და კომენტარების ველში ძალიან გამეხარდება თუ კი დამიკომენტარებთ, რადგან პირდაპირ მნიშვნელობით YouTube-ის ალგორითმი ითხოვს იმას, რომ გქონდეს ვიდეოს, რაც შეიძლება ბევრი მოწონება და კომენტარები, რომ შემოგთავაზოთ ასეთი ტიპის ვიდეოები თვითონ ალგორითმმა და თქვენს გარდა კიდევ სხვა ადამიანებსაც ჰქონდეთ საშუალება გამოუჩნდეს ეს ვიდეო. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ შეიძლება თქვენც არ გამოგიჩნდეთ ვიდეოები, რომელსაც ვტვირთავ, თუ კი სპეციალურად არ გადმოხვედით ჩემს გვერდზე. ამიტომ ძალიან გამიხარდება თუ კი დაეხმარებით ჩემს YouTube-ს ზრდაში და შესაბამისად მეც მომცემთ мотиваციას. პირველ რიგში დიდ მადლობას იხდით წინა ვიდეოზე ასეთი აქტიური კომენტარებისთვის. ნამდვილად დაეხმარა ეს ჩემს YouTube არხს და გამიხარდება ამაზეც თუ იგივე და კიდევ უკეთესი აქტივობა იქნება. მე კი დღეს თქვენთვის დავიწყებ გაშლას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქტიურია რეგისტრაცია კურსზე კაბალისტური ხის მოგზაურობა და თუ კი ხართ დაინტერესებული, 15 ივლისამდე არის რეგისტრაცია კვლავ აქტიური და დამიკავშირდით დეტალებთან დაკავშირებით რომ გაგაცნოთ. მოკლედ რო გითხრათ რა ეხება ეს კურსი, ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით სამიზნე არეალი იმისა, რომ გახდეთ საკუთარი ცხოვრების შემოქმედი, აღმოაჩინოთ პოტენციალი თქვენს თავში და მოახდინოთ სრულფასოვანი ტრანსფორმაცია თქვენს შინაგან მეში, რათა გახდეთ აბსოლუტურად მფლობელი საკუთარი თავისა, ასე რომ ვთქვათ. და თქვენზე ის კონკრეტული манипуляციები, რომელიც ზოგადად გარშემო არსებობს, აღარ ახდენდეს ეს ყოველივე ზეგავლენას თქვენზე და ეს კურსი ამას ნამდვილად მოგცემთ. პირველი ნაკადიდან გამომდინარე დაკვირვებით, თამამად ვიტყვი, რომ ეს ნამდვილად ასეა. ახლა კი მოდი დავიწყოთ გაშლა. მესიჯი ჯადოქართა სამყაროდან თქვენთვის. პირველი ვარიანტი მესიჯი ჯადოქართა სამყაროდან თქვენთვის. მეორე ვარიანტი მესიჯი ჯადოქართა სამყაროდან თქვენთვის. მესამე ვარიანტი მესიჯი ჯადოქართა სამყაროდან თქვენთვის. მოდი შემოგიტრიალებთ იმისათვის, რომ უკეთესად აღიქვათ ვარიანტები. ვფიქრობ ასე უკეთესია. ამორჩიეთ ამ ვარიანტიდან ერთ-ერთი და გავიგოთ რა მესიჯი აქვთ ჯადოქართა სამყაროდან თქვენთვის. კარგად დააკვირდით. ამასობაში სანამ ირჩევთ ვარიანტებს, ერთი თითის დაწყაფონება გსურთ უბრალოდ გამოწერის ხილაკზე ჩემი არხის და ჩაუხდეთ ზარის მექანიზმი, რომ მოგცეთ ნოტიფიკაცია, რომ ვიდეო აიტვირთა შემდეგ აქტივობებზე. ახლა კი დავიწყოთ, მოდი ახსნა ვინც უკვე აირჩიეთ, დავიწყოთ პირველი ვარიანტით.
მესიჯი ჯადოქართა სამყაროდან თქვენთვის. 10-იანი პენტაკლები. თქვენ ცხოვრებაში ახლა ორი პოლარობა ტრიალებს სიტუაციის გამო. არ იცით იქ რაც შეგემთხვათ, იღბლად აღიქვათ თუ უიღბლობათ, იმიტომ რომ აქ შეიძლება თქვენ მიიღეთ შედეგი, რომელსაც არ ელოდით ამდენი ნაშრომისგან. ზოგიერთმა შედეგი, რომელსაც ზუსტად ელოდით რომ იქნებოდა. ნებისმიერი სახით, თქვენ რაშიც ჩადეთ შრომა, თქვენ ახლა იმკით ამის შედეგს. ეს შედეგი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება იყოს სასურველი ან არასასურველი. თუმცა არ ნერვიულოთ უკვე ეს შრომა იმ შედეგზე არ გავიდა, რასაც შენ ელოდებოდი. ვინაიდან და რადგანაც ნებისმიერი შედეგი წარმატების საწინდარია. შენ გეცოდინება ის, რომ ის, რაშიც შენ ენერგია ჩადე, შეიძლება უბრალოდ არასწორი ადგილი იყო შენთვის. არასწორი ადგილი იყო, ან არასწორი ადამიანი იყო, ვისაც ამ ყველაფერს უკეთებდი. შეიძლება პირიქით მოხდა, შენ ძალიან წარმატებული და უხვი შედეგებით დაბრუნდი ამ მოგზაურობიდან. შენთვის ეს მოგზაურობა აღმოჩნდა საკმაოდ დიდი გზა, მინდა ვთქვა და შენ ახლა იაზრებ, რომ ამას ნამდვილად იმსახურებდი. და შენ იმსახურებდი გამარჯვებას, წარმატებას, ნაყოფიერებას, სტაბილურობას და შენ ახლა საკუთარი შესაძლებლობების ფაქტობრივ ბუმში ხარ. შენ ახლა გჭირდება ყველაზე მეტად შესვენება, მაგრამ ისე რომ შენი სტაბილურობა არ დაკარგო. თუ კი ეს შედეგი იყო შენთვის არასასურველი, შენ დროა დაფიქრდე, რატომ იყო ეს ადგილი არასწორი შენთვის და თუ მაინც და მაინც გინდა გააკეთო ეს, მოძებნე შესაბამისი გარემოება ამისთვის. და შეგიძლია შენი გზა ყოველთვის დაიწყო თავიდან და გვიანი არასოდეს არ არის. მაგრამ იმაზეც დაფიქრდი, არის ეს რისკეთებაც გიყვარს და გსიამოვნებს? ეს არის შენთვის მნიშვნელოვანი გააცნობიერო. მოდი კიდევ დავამატოთ არკანები თქვენთვის. შენ ნამდვილად ხარ ახლა შედეგის გზაზე, თუმცა ამ გზას თან ახლავს უამრავი ინფორმაცია, რომელიც აქამდე არ იცოდი და ახლა გაიგე. უამრავი გაცნობიერება, შეიძლება ბევრი კრიტიკა მოდიოდა შენი მიმართულებით და ეს აღმოაჩინე. ბევრი ჭორებიც იყო, ბევრი საკუთარი თავის მიმართ კრიტიკაც და უკმაყოფილებაც იყო. მაგრამ გავიწყდება, რომ ამას შენით მიაღწიე. ადამიანები იმას იტყვიან, რაც ენაზე მოადგებათ. მაგრამ შენ უნდა იცოდე რეალურად ვინ ხარ და არ დაგავიწყდეს ეს არასოდეს, რადგან შენ უბრალოდ თავისით ადამიანებს გაუყადრე, ვინც ამას არ იმსახურებდნენ. შენ ისეთ საქმეს აკეთებდი, რომელიც საშენო არ იყო და უბრალოდ სიტუაცია გამოგიგზავნა სამყარომ, რომ ეს გაგეცნობიერებინა და მიმხვდარიყავი ამას. უნდა გაგეაზრებინა. შენ ხედავდი მხოლოდ ჩრდილებს, მხოლოდ დემონებს შენს სამოთხეში. რადგან შენ ეს დემონები შენ თვითონ შემოუშვი. შენ თვითონ მიეცი მათ ნებართვა, იბუგინათესე შენს სივრცეში. და ის სარგებლად შენი ენერგიით, რადგან იმედი გქონდა მათ დახმარებას შეძლებდი, მაგრამ მგონი ახლა ხვდები, რომ ადამიანს თუ თვითონ არ უნდა საკუთარი თავის შველა, საკუთარი თავის დახმარება, უკვე უძლური იქნება. თუმცა ამან არ უნდა დაგასევდიანოს და არ უნდა დაგადარდიანოს და პირიქით უნდა მიგახვედროს, რამდენად რესურსული ხარ და რამდენი რამის გაკეთება შეგძლებია რეალურად
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კონკრეტულმა ადამიანმა უბრალოდ ეს ენერგია ვერ მიიღო, ან კონკრეტულმა სიტუაციამ შენი ენერგია ვერ მიიღო. შენ უნდა იცოდე, რომ ძალიან დასაჩუქრებული ხარ სამყაროსგან, არაერთი ნიჭით, არაერთი საჩუქრით, რომელიც არის. შეიძლება შენი ენერგია, შენი ნიჭი, შენი სილამაზე, შენი რესურსები და რა თქმა უნდა არსებობენ ადამიანები, რომელსაც ამისი შურს. და რაც ყველაზე მთავარია, შენ ხარ დასაჩუქრებული იმითი, რომ შენ შეგიძლია იყო ერთდროულად ნათელიც და ბნელიც. შენში არ არსებობს ერთი პოლარობა, არამედ ორივე. მაგრამ ხშირად გავიწყდება რომელიმე ერთის მიღება და აღიარება შენში, თუმცა საჭიროების დროს ამას ძალიან წარმატებულად იყენებ და ის უნდა დააფასო. იმიტომ რომ ეს საჩუქარია სამყაროსგან შენთვის. ბურსლავს მეგობრებო, ისეთი ინფორმაცია წამოვიდა. მადლობას ვუხდი ჯადო ქართა სამყაროს თქვენთვის წამოსული ამ ინფორმაციისთვის. დამიკომენტარეთ, რამდენად რეზონირდა ეს ვარიანტი თქვენთვის. მე კი გადავალ მეორე ვარიანტზე. ახლა კი გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, ნახოთ მესიჯი ჯადო ქართა სამყაროდან თქვენთვის. ოთხიანების პენტაკლები, მიწის ენერგია. ძალიან იზღუდავთ საკუთარ თავს. ხშირად გინდათ უამრავი რამის გამოვლენა, რეალიზება, გახსნა. გინდათ ყველამ დაგინახოთ, მაგრამ ამას შინაგანად ვერ ახერხებთ და იკეტებით თქვენს ნაჭუჭში, თქვენს კომფორტის ველში და ზონაში თითქოს გეშინიათ. თუ კი ამ საზღვარს გადალახავთ, რა გელოდებათ? შეიძლება აქ ვიღაცას სოციალური ფობია გაქვთ. შეიძლება აქ უბრალოდ გეშინიათ არ მიიღოთ ისეთი გამოცდილება, რომელიც წარსულში უკვე გქონდათ ხალხთან მიმართებაში, ან კონკრეტულ სიტუაციებთან მიმართებაში. გეშინია უსაფრთხოების დაკარგვის და მაქსიმალურად ცდილობ შეინარჩუნო ყველაფერი ის, რაც ჯერ კიდევ გაქვს შერჩენილი. თუმცა ვერ ხვდები, რომ ეს მინიმუმია და ეს არის შენი საარსებო მინიმუმი. არადა შეგიძლია მეტი. რატომ ვერ აცნობიერებ ამას? ნახოთ, კიდევ არკანი დავამატოთ თქვენთვის. ვაუ, მეგობრებო, რა საინტერესოა. წინა გაშლიდან არკანი გაგვიმეორდა. თქვენ ახლა ხართ მდგომარეობაში, სადაც იღებთ ყველანაირ რესურსებს, შესაძლებლობებს, დახმარებას, იქნება ეს ადამიანებისგან თუ პირდაპირ სამყაროდან. თქვენ გაქვთ ახლა მომენტი, როდესაც გამოღვიძების ეტაპზე დგახართ და სამყარო გტესტავთ და სპეციალურად გიგზავნით სიტუაციებს, რომ ნაჭუჭიდან გამოხვიდეთ. სპეციალურად გიგზავნით აი ამ საჩუქრებსაც, რომ თქვენ ამას ხილი მოკიდოთ და აღმოაჩინოთ. ძალიან გეშინიათ საკუთარი ანარეკლეს, საკუთარი დემონების გეშინიათ, რომელიც შექმნით. ძალიან დიდი ეჭვიანობის ღობე შეუქმნით თქვენს თავს და ის სინათლის ნაპერწკალი და გავიწყდათ სადღაც, რომელიც თქვენში ჯერ კიდევ არსებობს და ეს არის თქვენთვის დიდი გამოღვიძების წერტილი. თქვენ შეიძლება ახლა ვეღარ ხედავთ აზრს არსებობისა, მაგრამ ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ თქვენ ეს აზრი ისევ დაინახოთ. ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ თქვენი ჯადოსნურობა იპოვოთ რაშია. ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ დაინახოთ, რამდენად მიმზიდველი, რამდენად სასურველი ხართ და რამდენად ჭირდებით ამ სამყაროს ზოგადად. თქვენ შეიძლება თქვენს თავს ხედავდეთ, როგორც ყველაზე საშინელ ადამიანს. არ ვიცი, შეიძლება ფიქრობთ, რომ ვინმე მიიღებს ასებს. მაგრამ რეალურად თქვენ უნიკალური ხართ ჩემი ძებნაზე.
თქვენ უბრალოდ ეს უნდა დაინახოთ საკუთარი უნიკალურობა, საკუთარი ხელოვნება, რამდენად იცვლებით. ის რომ თქვენ იცვლებით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს არის რაღაც კოშმარი და რაღაც საშინელება. პირიქით ეს საჩუქარია სამყაროსგან. შეიძლება აქ ვიღაცას კომპლექსი ქონდეს საკუთარი ასაკის, რომ თქვენ იცვლებით, რაც უფრო იზრდებით. შეიძლება აქ მიყურებს ადამიანი, რომელიც გარკვეულ ასაკებზე აღწევს და ვერ აღიქვავს საკუთარი თავის სილამაზეს ამ ასაკში. ან რაღაც რთული გაიარეთ და ახლა ფიქრობთ, რომ ახლა იმდენად დაღლილი ვარ, რომ აღარ ვარ საინტერესო და მიმზიდველი. მაგრამ ცდებით, პირიქით ჩემო ზურბასებო. ახლა იმიტომ რომ თქვენ ასეთ შეზღუდულ მდგომარეობაში ხართ, იმდენი ტიპის ადამიანს იზიდავთ, მათი უმეტესობა ახლა თქვენი რესურსებით სარგებლობას ცდილობს. თქვენი კრეატიულობით და თქვენი საჩუქრებით სარგებლობას ცდილობს. ნუ მისცემთ მათ თავისუფლებას. ნუ მისცემთ უფლებას იმისას, რაც თქვენ გეკუთვნით სხვამ წაიღოს. რადგან თქვენ გაქვთ ძალა საკუთარი თავის რეალიზების და მინდა რომ ეს ყოველთვის გახსოვდეთ და გადადგათ პირველი ნაბიჯები ამისთვის. რადგან თქვენთვის უკვე დროა. ძალიან დიდხანს იჯექით ნაჭუჭში. მადლობა სიხდით მეორე ვარიანტი ყურადღებისთვის და მიკომენტარეთ რამდენად რეზონირებს ეს ვარიანტი თქვენთვის. მე კი გადავალ მესამე ვარიანტს. მეორე ვარიანტი ძალიან დიდხანს ებრძოდით წარსულის დემონებს და დრო ისინი გაუშვათ. მხოლოდ ამას გეტყვით. მესამე ვარიანტი. მესიჯი ჯადოქართა სამყაროდან თქვენთვის. თქვენ შეიძლება ხართ ახლა ცხოვრების იმ ფაზაში, სადაც ხედვა და არეალი დაკარგეთ და მიდიხართ, მაგრამ არ იცით სად. უცნობია თქვენთვის ეს გზა. ახალია, სუფთა. რაც არ უნდა გაშინებდეთ ეს მიმართულება, უბრალოდ გარისკეთ, ამას გეტყვით. შეიძლება ძალიან ბევრი სტრესი მოდის ამის გამო, რადგანაც ეს რაღაც ახალია, რაღაც უცნობია. შეიძლება გეშინოდეთ კიდევაც ამის გამო. გეშინოდეთ ცვლილებების და ფიქრობდეთ, რომ რა იქნება მომავალში აქეთ თუ წავალ. გაიწმინდა ჩემი გზა, მაგრამ რა არის ახლა? და მე გეტყვით, რომ ეს ახალი გზა არის თქვენი შანსი. რადგანაც თქვენ შეძლებთ წარსულის კარის გამოკეტვა, მომავლის არეალები თქვენთვის ღია. და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია თქვენთვის. ახალი შესაძლებლობები. წარმოიდგინეთ, რამდენი რამის აკეთება შეგიძლიათ გასუფთავებული გზით, რადგან ცარიელი ჭურჭელი ყოველთვის ახერხებს შეივსოს სუფთა წყლით და თქვენ გაქვთ ახლა ამის შანსი, რომ ახლიდან დაიწყოთ. ახალი ფურცლიდან დაიწყოთ. დავამატოთ თქვენთვის კიდევ არკანები, ნახოთ. თქვენი ჰორიზონტები ახლა ღიაა და ნუ ცდილობთ წინასწარ იყოთ ინფორმირებული ამის შესახებ, რადგან ხანდახან სამყაროს უნდა მისცეთ უფლება თვითონ გადაწყვიტოს საით წაგიყვანოთ. მეტი ნდობა გამოიჩინეთ მის მიმართ. ნუ ცდილობთ დაგეგმოთ და განსაზღვროთ თქვენი ყოველი შემდეგი ნაბიჯი. საჭიროა ხანდახან უბრალოდ იყოთ ნდობი სამყაროსთან მიმართებაში. ისწავლეთ მეტად უფრო ნდობა ბუნებრივი ენერგიების, ბუნებრივი პროცესების. დროა ცოტა ხანი კონტროლს ხელი გაუშვათ. უბრალოდ დამშვიდდეთ და ამოისუნთქოთ და იყოთ მომენტში. მოდი ახლა დავუთმეთ ზუსტად რამდენიმე წამი თქვენს თავს და გააკეთეთ ერთი ღრმა ჩასუნთქვა.
დააკვირდით იმ სიჩუმეს, რომელიც მოდის ამ ჩასუნთქვის დროს. რამხელა ტვირთს ატარებდით არა, იმითი რომ ცდილობდით განგესაზღვრათ, რა იყო წარსულში, რა იქნება მომავალში, მერე რა იქნება, საით მივდივარ. მაგრამ როცა მყოფადობაში ხარ და იღებ სიამოვნებას იმითი უკვე, სადაც ჯერ კიდევ ხარ და ტკბები იმ გათავისუფლებული, დაცარიელებული ენერგიით, რომელშიც ახლა არსებობ, იმიტომ რომ ეს შენი დასვენების საშუალებაა. მიეცი საკუთარ თავს ამის უფლება და ნუ განკიცხავ იმის გამო, რომ წინასწარ არ იცის საით წავიდეს. დატკბი უბრალოდ იმით, სადაც ახლა ხარ და გზა თავისით გამოჩნდება. სულ მალე. დიდხანს არ გაგრძელდება ეს ეტაპი თქვენთვის. მაგრამ მიეცით ახლა თავს უფლება დაისვენოს და უბრალოდ ამოისუნთქოს. მოусმინოს საკუთარ თავს და საკუთარ სხეულს და მიანიჭოს მასიც, რაც სჭირდება. დასვენება, თბილი შხაპი, სასიამოვნო მუსიკა. მიეცით თქვენ თავს ამ ყველაფრის საშუალება და ამ ყველაფრის უფლება. მხოლოდ ეს გჭირდებათ ახლა. მიეცით თავს უფლება დატკბეს საკუთარი ხელოვნებით და საკუთარი სილამაზით. აი ასე ჩემი ძირფასები. მადლობა სიხდით მესამე ვარიანტს ყურადღებისთვის. მეკითხებით და მიკომენტარეთ რამდენად რეზონირებს ეს ვარიანტი თქვენთვის. პატროებით და მომავალ შეხვედრამდე.